თვითშეფასება რო ამაღლდეს პირველი საკითხი რაც არის мотиваცია უნდა კონდეს რაღაცის. мотиваცია უნდა შეუქმნათ და ერთ-ერთი კაი ვარიანტი არა მარტო მუზარდის თვითშეფასების, თქვენი თვითშეფასების ამაღლებისაც არის ერთი მეთოდი, რომელიც მე ძალიან მომწონს, ეს არის დროის დაგეგმა. ადამიანი ესთვის, როცა დრო იწყებს ისე გასვლას, როგორც თვითონ დაგეგმა, მას ძლიერის განცდა უჩნდება. ანუ ესე ვამბობ, თქვენ თუ დაგეგმავთ, რომ ხვალ 2 საათიდან 6 საათამდე გდიხართ ტახტზე და ბუზებს ითვლით, დათვალეთ. მაგრამ რა მოგეწონება, იცი? შენ რაც თქვი, ისე მოხდა. ეს თვითშეფასებას ამაღლებს და ძალას შენ იცი რომ რასაც იტყვი იმას გააკეთებს. ადამიანი ცუდად გრძნობს თავს, როცა დრო გადის ისე რომ თვითონ არ იცის რაში გაეფანტა და დროზე კიდე ყველა ნადირობს. 10 წუთი მე წაგართვი, 5 წუთი მეზობელმა, 20 წუთი ვიღაცამ გალოდინა, 9 საათი. თქვენ ხვდებით რაზეა საუბარი. ყველა წუთი არის თქვენ სიცოცხლეს მინუს ის დრო. და ჩვენ დროის გაფრთხილება ამ ხრივ არ ვიცით. თუ დროის ფასს გაიგებს ადამიანი და ნახავს რომ მისი დრო მას ექვემდებარება, თვითშეფასება დაიწყებს გაზრდას და ამბიციაც გაუჩნდება მერე ჩაწეროს ის, რისი მიღწევაც უნდა ცხოვრებაში.